მე ვარ გიორგი წეროძე, ხდელი ვარ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, საქართველოში. და ახლა უნდა ვილაპარაკო ჩემ რჩეულ ფილმზე, ან ორ ფილმზე. ხო, იმიტომ რომ არ იქნება სამართლიანი, რომ არ ვახსენო ის ფილმი, რომელიც რაღაცნაირად მუდმივად მახსენებს თავს და მართალი გითხრათ, ფილმები ისეთი ამბავია, რომ ერთს რო იტყვი, თითქოს მეორე იქვე დგას და ესეთი დამწუხრებული თვალებით გიყურებს და გეუბნება მე რატო გამომტოვეო. მე იქ მესამე თვალი იმზირება თითქოს მესამე ფილმი და ამბობს, რომ რატო მე არ მახსენეო, ამიტომ ვთხოვ ავტორებს, რომ მომცენ უფლება, რომ რამდენიმე ფილმი, ესე ვთქვათ, საკულტო ჩემთვის, ხო, ვახსენო და ასეთი არის მაშინ ის, რომელიც მუდმივად თავს მახსენებს, არის ფატიხ აკიმის ფილმი. სავარაუდოდ ქართულად თარგმნის შემთხვევაში ეს არის 60-ის კარიბჭესთან, ხო, ხო, 60-ის კარიბჭესთან. და რატო არის ეს ფილმი ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ეს ამ რეჟისორსაც ბევრი სხვა ძალიან საინტერესო ფილმი აქვს და რატო გახდა ეს ფილმი ჩემთვის ასეთი საინტერესო? იმიტომ რომ განხილულია აბრაამის და ისააკის ისტორია. და ისტორია თქვენ იცით, პრინციპში ესეთი ქვაკუთხედია მთელი ქრისტიანობისთვისაც და ბიბლიური რწმენის ადამიანებისთვისაც. აბრაამის ისტორია ბიბლიური რწმენის ადამიანებისთვის არის ქვაკუთხედი. და ამავე დროს აბრაამის ისტორია გადაულახავი, ესე ვთქვათ, ზღვარი გახდა მათთვის, ვისაც სურს, რომ ღმერთი დაიტოვოს გულში, მაგრამ აი ძველი აღთქმა და ეს ისტორია ვერ გასცეს ამ ისტორიას პასუხი. ნუ მაგალითად ჟოზე სარამაგუ მახსენდება და ბევრი სხვაც ალბათ, ხო, რა თქმა უნდა. მოკლედ აბრაამს ეს თქვა ღმერთთან ეს ურთიერთობა და ისააკის ისტორიის შემდეგ რაღაცა შეერაცხება სიმართლედ მისი რწმენა და თან ყოველ ისე ძალიან ბიოლოგიური ამბავია რა, მამა და შვილი, შვილზე აღმართული მახვილი და სიკვდილის სიცოცხლე და ღმერთის ერთგულება. ეს დიდი ამბავია მოკლედ და ნუ ალბათ მაინც უნდა ვთქვათ, რომ რა ამბავი არის ეს, რომ ხო და მოკლედ აი ამ ფილმში ეს თავარი გმირი მამაზე გულნაწყენია და მამასთან გაწყვეტს ყველანაირ კავშირს. და ფილმის მეორე მთავარი გმირი მასთან შეხვედრისას და საუბრისას წამოჭრის ამ საკითხს, აბრაამის და ისააკის საკითხს და ელაპარაკება მის მამაზე და დაუსვამს შეკითხვას, რომ აი რა თქვა მამა შენმაო, როცა ეს თქვა აი ეს ამ ისტორიას განიხილავდითო და ეს თავარი გმირი ამბობს, რომ მამა ჩემმა თქვაო, რომ მე ჩემთვის რომ ღმერთს ეთქვა, რომ ესე ვთქვათ აღიმაღლე ხელი შენს შვილზე და ესე ვთქვათ გაიმეტე ის ასიკვდილოდო, ჩემთვის რომ ეს ღმერთს ეთქვა, მეო ღმერთს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლას გამოუცხადებდიო და ეს ამ თავარ გმირს მამამდეც ხო ახსოვდა ეს ამბავი, მამამისმა რა პასუხი მისცა, მაგრამ აი მთელი დრამა, მთელი ესე ვთქვათ შინაარსი ამ ფილმის ესე რაღაცნაირად მწიფდება, აი სხვა ახალ შინაარსებს ბადებს, შეიძლება ასეც ითქვას და გადააფასებს ესე ვთქვათ ეს თავარი გმირი თავის ძველ პოზიციას, ხელახლა როდესაც ამ ამბავს გაიხსენებს, მამის პასუხს როდესაც გაიხსენებს და აპატიებს და სრულიად აპატიებს და შეურიგდება მამას და აპატიებს და
ესე ვთქვათ, აი მოხდება ესეთი გადააზრება მოკლედ რა, წყენის ამ მამაშვილური ურთიერთობის. და პრინციპში ორივე პასუხი, ესე ვთქვათ, ერთ შემთხვევაში აბრაამი ჩვენ ხედავთ, რომ ხო, პარადოქსი რა შედა, რატომ მაინტერესებს მე ეს ფილმი, რომ იქ აბრაამი დასთან ხვდება ღმერთს, უბრალოდ რომ ხო, დასთან ხვდება ღმერთს, რომ მსხვერპლად შეწიროს ისააკი. და აქ ამ ფილმში ამ თავარი გმირის მამა პირიქით ესე ვთქვათ, კატეგორიულ ვარს ეუბნება ღმერთს იმაზე, რომ ესე ვთქვათ, მოკლას საკუთარი შვილი. ხო, მაგრამ შედეგი ორივეგან ერთ-იგივე დგება, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ერთ-იგივე მიზანი მიიღწევა, ორივე შემთხვევაში ერთ-იგივე მიიღწევა, ერთ-იგივე მიზანი მიიღწევა, იმიტომ რომ ორივეგან სიცოცხლის წყაროდ აღიარებულია ღმერთთან გულწრფელი და ნდობით სავსე და გულწრფელი ერთ შემთხვევაში ნდობით არა, ერთ შემთხვევაში ნდობით სავსე არა, მაგრამ აი, მოკლედ გულწრფელი ურთიერთობა რა. ღმერთის უპირატესად, ღმერთთან ურთიერთობის უპირატესად მიჩნევა, ღმერთთან ურთიერთობის უპირატესად მიჩნევა არის ერთსაც და მეორე შემთხვევაშიც სიცოცხლის წყაროდ აღიარებული. ერთ შემთხვევაშიც და მეორე შემთხვევაშიც სიცოცხლის წყაროდ აღიარებულია ღმერთთან ურთიერთობის დაჭერა, ღმერთთან გულწრფელი ურთიერთობის ესე ვთქვათ, გამართვა არის მირჩნეული ამ სიცოცხლის წყაროდ და ეს მართებული პოზიცია. ამიტომ ეს ფილმი, ესე ვთქვათ, მოკლედ ჩემთვის ძალიან საინტერესოა და ურჩევ ყველას რომ ნახოს და გაიაზროს სხვადასხვა მისთვის საინტერესო, ესე ვთქვათ, კონტექსტში.